პირველი და ისტორიული მომენტი საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ზუსტად 3 დღეში გაიმართება, რომელსაც პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრებიან. საქართველოს ახალი რიგით მე-6 პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ეყოლება. ახლად არჩეული პრეზიდენტი ფიცს იმ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე დადებს, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დაიბეჭდა. ეს კონსტიტუცია კი საქართველოს პარლამენტის მუზეუმში შეინახება და ყველა შემდეგი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის გამოიყენება. რაც შეეხება უშუალოდ პროცედურებს, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს საზოგადოებისთვის დეტალურად კიდევ ერთხელ განმარტა. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის შესაბამისად ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, კერძოდ სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11 საათზე და მისი ხანგრძლივობა იქნება დაახლოებით 40 წუთი. ცერემონიაზე დასასწრება და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც როგორც იცით შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ეს არის პირველი და ისტორიული მომენტი ჩვენთვის, ვინაიდან ხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და როგორც ეს არის საერთო ტრადიცია საპარლამენტო რესპუბლიკების, ინაუგურაციის პროცესი იმართება პარლამენტის შენობაში. ჩვენ ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად დაუბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პირველად იქნება ამ ღონისძიებაზე გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას იქნება გამოყენებული ზუსტად ეს ეგზემპლარი. თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და ასევე სახელმწიფო არქივს. პიროვნება, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ტრადიციები, ისტორია, კულტურა და იდენტობა. ასე ახასიათებს მმართველი გუნდი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს. ნამდვილი პატრიოტი და ქვეყნის მოყვარული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციურ ფარგლებს დაუბრუნდება. მიხეილ ყაველაშვილი თავის პოლიტიკური გამოცდილებით რასაკვირველია სწორედ ის ადამიანია, ვინც შეძლებს მთავარი მიმართულების განვითარებას საქართველოს გადარჩენის გზაზე. გადარჩენაზეა დღეს ლაპარაკი, სამშვიდობოზე, ქვეყნის გაყვანაზეა ლაპარაკი და ყაველაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ საკუთარი ხალხის და ქვეყნის ინტერესი გაცვალოს რაიმე პოლიტიკურ კონიუნქტურულ შემოთავაზებას. ახალ პრეზიდენტს სწორედ საკონსტიტუციო ჩარჩოებში მოუწევს დაბრუნება პრეზიდენტის ინსტიტუტის ზოგადად ფარგლების და უფლებამოსილებების. მიხეილ ყაველაშვილი არის შემდგარი პოლიტიკოსი, ის არის გამორჩეული პატრიოტი თავის ქვეყნის და მე ვარ დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო ვადაში, რომელიც მისთვის არის კონსტიტუციითაც უკვე განკუთვნილი, ის იქნება გამორჩეული ქვეყნის პრეზიდენტი და მას საზოგადოება სწორედ ასე, როგორც გამორჩეულ პატრიოტს და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ პოლიტიკურ ლიდერს ისე დაიმახსოვრებს. ბატონი ყაველაშვილი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ არის ჩვენი ქვეყნის სამაგალითო პატრიოტი და მისთვის არის ჩვენი ღირებულებები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იგი იქნება ძალიან კარგი პრეზიდენტი და მიხეილ ყაველაშვილი არის ის პიროვნება, რომელზეც ვერანაირი ზეგავლენას, ვერანაირი გარეძავა ვერ მოახერხებს და იგი გამოვა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. 29 დეკემბერს მე დარწმუნებული ვარ, რომ შედგება ინაუგურაცია, ისე როგორც საჭიროა და საქართველოს ეყოლება პატრიოტი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც გააკეთებს ძალიან ბევრს იმისათვის, რომ მოახდინოს აი ამ გარედან თავს მოხვეული და გარედან უხვად დაფინანსებული პოლარიზაციით გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდაცია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის რიგით მე-6 პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ 14 დეკემბერს აირჩია, რითაც ჩვენი ქვეყანა სრულად საპარლამენტო მოწყობაზე გადავიდა. მიხეილ ყაველაშვილს 300 კაციანი საარჩევნო კოლეგიიდან ხმა 224 წევრმა მისცა. პრეზიდენტის არჩევნებმა კი შეფერხების გარეშე მაღალი ჩართულობით ჩაიარა.